მივიდა ბავშვი ბაღში, ვთქვათ, დილას 9 საათზე და ჯგუფში არის 4 ბავშვი. აღმოსავლელმა იცის, რომ ბავშვის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი არის თამაში. მაგრამ მაგალითად ეუბნება, რომ იცი, შენ უნდა დაჯდე და დაელოდო სხვა ბავშვებს. სხვა ბავშვებს. რაც ჩვენ გადაგვხდენია ჩვენს ბავშვობაში და ტრამვებადაც კი დაგვრჩენია, სულ მგონია, რომ ეს პრობლემა მაინც დღეს 21 საუკუნის საქართველოში მაინც დგას. კომის ესე ვთქვათ, გადაგდება და ამის თავიდან აცილება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს რაღაცა ღირებულებები ხო, ხა ადამიანებში გამჯდარია. ალბათ შინაგანი თავისუფლების ამბავიცა ადამიანის და ესეც ბევრს განსაზღვრავს, როგორ უდგები შემდეგ ბავშვს, ხარ დესპოტი თუ ხარ მეგობარი. თავარი პრობლემა ზოგადად ეს არის მუნიციპალურ დონეზე ის შიშები, იმიტომ რომელიც საბავშვო ბაღის პერსონალს აქვს. ბაღი კი არა, გაერთიანებაც კი ძალიან შეჭირვებულია გადაწყვეტილების მიღებაში, ძალიან უჭირთ საკუთარ თავის, საკუთარი აზრის გამოხატვა. როცა იცი, რომ შენს ბაღში მყოფ ბავშვს რაღაცა სერიოზული ისინი შეზღუდებია, თუნდაც რესურსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, უნდა აიმაღლო ხმა. რა მდგომარეობაშიც არის თავად ადგილობრივი თვითმმართველობა, ზუსტად იმავე სიტუაციაში არის საბავშვო ბაღები და მისი ადმინისტრაციებიც და ის გაერთიანებებიც, რომელიც მუნიციპალური გაერთიანებებია. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას. დღეს გადავწყვიტე ვისაუბროთ ძალიან აქტუალურ თემაზე, რომელიც მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაა. არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ეხება სოფლად, ქალაქად მცხოვრებ ბავშვებს პირველ რიგში და მათ მშობლებსაც თავისთავად ცხადია და ამიტომაც მგონია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის საბავშვო ბაღების თემა. ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ძალიან გამოცდილი ორგანიზაციის საერთაშორისო ასოციაცია კევიტას გეორგიკას პრეზიდენტი მაია ნასრაშვილი. მაია, გამარჯობა და მადლობა რომ მოხვედი. გამოცდილი, იმიტომ რომ მრავალი წელია ამ თემაზე მუშაობთ და მე რაც ეს ორგანიზაცია გავიგე და გავიგე ალბათ რა ვიცი 15-20 წლის წინ პირველად, იქიდან მოყოლებული სულ ამ თემატიკით ხართ დაკავებული და იცით მთელი ეს განვითარების ისტორია, რაც კი საბავშვო ბაღებს აქვთ. მე ტყუილად არ ვახსენე, რომ ეს არის თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილება, იმიტომ რომ სკოლებისგან განსხვავებით აქ სრულად მუნიციპალიტეტები და ადგილობრივი ხელისუფლებები არიან პასუხისმგებელი რა ხდება საბავშვო ბაღებში. თუმცა ცხადია არის გარკვეული საკითხები, რომელზეც ცენტრალური ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებებს და ცენტრალური ხელისუფლების უпростоრად კი ამ პოლიტიკის შესაბამისად ხდება შემდეგ საბავშვო ბაღებში ოპერირება, ხო? სიმართლე გითხრა, არც კი ვიცირით დავიწყო, იმიტომ რომ მგონია, რომ ბაღები საკმაოდ ფართო თემაა თავისი პრობლემატიკითაც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაღაცა საბავშვო ბაღების რაოდენობა, კვების საკითხები, ყველაფერი თითქოს მოგვარებულია ერთი შეხედვით, მაგრამ სავარაუდოდ პრობლემები გვაქვს, ხო? მოდი დავიწყოთ იმ პრობლემებით, რასაც შენ აწყდები ამ პროცესში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ბავშვისთვის, ბავშვის უსაფრთხოებისთვის, ბავშვის განვითარებისთვის და ამ შემდეგ. დიდხანს მოგვიწევს აქ ყოფნა, მადლობა პირველ რიგში ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი გახდა საბავშვო ბაღების თემა. მას შემდეგ რაც კევიტას გეორგიკას გუნდს შევუერთდი, იმიტომ რომ ძირითადი აქცენტი მართლაც წლების განმავლობაში ორგანიზაციას ჰქონდა სკოლამდელი განათლების მიმართულება. ჩვენი, ისე ვთქვათ, პრობლემებთან წაწყდომა მრავალშრიანია, იმიტომ რომ ერთის მხრივ გვაქვს შესაძლებლობა, რომ უშუალოდ განვახორციელოთ პროექტები და გქონდეს უშუალო შეხება თავად ბავშვებთანაც. ასევე გვაქვს ისეთი პროექტები, სადაც შეხება გვაქვს ბაღის აღმზრდელებთან, ადმინისტრაციასთან, ბაღების გაერთიანებებთან, რაც გარკვეულწილად იქ არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო მეტად გვაჩვენებს და ასევე შესაძლებლობა გვაქვს, რომ თვალი ვადევნოთ ამ პერსპექტივიდან უკვე სკოლამდელი განათლების პოლიტიკის განხორციელებას, რა ტიპის ცვლილებებია პოლიტიკის დონეზე, ვთქვათ, რა მიმართულებით
ჯერჯერობით მიდის ეს სფერო საქართველოში და აი ამ სამთან გადაკვეთა გარკვეულწილად სრულყოფილ სურათს გვაძლევს, თუმცა რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტების მიხედვით სურათები რა თქმა უნდა განსხვავებულია, ეს გამომდინარეობს არა იქიდან, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტს ცალკე აღებული თავიანთი ინდივიდუალური პოლიტიკა აქვს, არა სამწუხაროდ ყველგან მაინც არ ჩანს ეს დეცენტრალიზაციის ელემენტები და ყველგან მაინც ეს საერთო პოლიტიკა საერთო ერთნაირად ხორციელდება, თუმცა მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე მაინც არის ხოლმე ნამდვილად მაინც არის განსხვავებები და ესეც ასე ვთქვათ ძალიან საინტერესო ნაწილია. მედი ვეცდები რომ უფრო ბავშვის პერსპექტივიდან ვისაუბროთ, იმიტომ რომ რა შეიძლება ჭირდებოდეს 3-დან 6 წლამდე ბავშვს სანამ მივა სკოლაში. პირველ რიგში არის ის, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო გარემო და უსაფრთხო გარემოში იგულისხმება არა მხოლოდ ის, რომ რაღაცა რა საიდანაც არ ჩამოვარდეს, ან მოაჯირი არ იყოს მოტეხილი და ან არ დაეცეს და თავი რამეს არ დაარტყეს. ფიზიკური უსაფრთხოების გარდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღში იყოს ემოციური უსაფრთხოება. ემოციური უსაფრთხოებისთვის საჭიროა ერთის მხრივ კვალიფიკაცია და მეორეც ემოციურად ასე ვთქვათ, კარგად ჩაკრული გუნდი, რომელიც რაღაცა კარგად ანაწილებს პასუხისმგებლობებს, ხშირად შეხვდებით საბავშვო ბაღში ისეთ გარემოს, როცა დაწესებულების პერსონალი ერთმანეთთან არის, ასე ვთქვათ, დაპირისპირებული, არ შეინიშნება გუნდური მუშაობა. ეს უკვე აისახება ბავშვზე. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ემოციური, ვთქვათ, უსაფრთხოებისთვის ბავშვს რაც სჭირდება არის ის, რომ გარემოში იყოს ეს რაღაცა თავისუფლების მომენტები და აი თქვენს მსმენელს რომ აი რაღაც დაახლოებით წარმოდგენა შეიქმნას, რომ მაგალითისთვის აი საბავშვო ბაღში ზოგადად მთავარი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი ბავშვის განვითარებისთვის და ზოგადად ექსპლუატება ბავშვის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი არის თამაში. და ნუ აი სულ ამაზეა საუბარი, რომ აი თამაშოს ყველგან, თამაშოს ყოველთვის თამაშით ვითარდება ბავშვი, იმიტომ რომ სხვა მეთოდი, რომ აი ბავშვი დავსვათ და ვამეცადინოთ, ის არ უწყობს ხელს ბავშვის განვითარებას, აბსოლუტურად აცდენილია იმ მიზნებთან ის მიღწევაც საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს. აი, მაგრამ ხა უსაფრთხო და ბორს ორიენტირებული გარემო როგორ გამოიყურება ჩვენთან? ჩვენმა აღმზრდელებმა, რომლებსაც გარკვეული ნაწილი ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას, იმიტომ რომ სისტემატურად ცდილობენ განვითარებაზე იზრუნონ და სამწუხაროდ ეს აღმზრდელის განვითარების გრძელვადიანი გეგმა სამწუხაროდ არ გვაქვს, მაგრამ ცდილობენ რომ აი თუნდაც რასაც აწვდიან გაერთიანებები, ამის გარდა კიდევ სხვადასხვა რესურსები, თუნდაც არის სამთავრობო ორგანიზაციების რესურსები მოიძიონ ტრენინგებში მიიღო მონაწილეობა, ასეთი მოტივირებული აღმზრდელები ნამდვილად ბევრი ყავს, შეიძლება ხა წილობრივად ეს საერთო რაოდენობასთან არ იყოს ასეთი ბევრი, თუმცა ეს ნამდვილად შეინიშნება და არ შეიძლება რომ ის ასე ვთქვათ დავკარგოთ და მივჩქმალოთ, მაგრამ მაინც რაღაცა დონეზე ტრენინგების მიუხედავად და იმის მიუხედავად რომ აი თუნდაც რაღაცა პროგრამას გადიან, აი მაინც თითქოს გაშინაგნება აი ამ ღირებულებების არ ხდება და რაზში ჩანს. მივიდა ბავშვი ბაღში, ვთქვათ, დილას 9 საათზე და ჯგუფში არის 4 ბავშვი. იმიტომ რომ ზოგიერთ შობას მოყავს 10:30, რომ და ზოგიერთად მას ყოველდღიურ რუტინის ნაწილია და მივიდა, შევიდა, დაჯდა. აღმოსავლელმა იცის, რომ ბავშვის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი არის თამაში. მაგრამ მაგალითად ეუბნება, რომ იცი, შეიძლება დაჯდე და დაელოდო სხვა ბავშვებს იმისთვის, რომ მე შენ კონდე შესაძლებლობა და წვდომა რომ მიხვიდე აი ეს თამაშო და ითამაშო და ასე შემდეგ. ანუ ესეთი მარტივი მაგალითი ხო აი თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ აი ის რომ რეალურად გაშინაგნება ჩვენი მწოდნის თუნდაც რომ აი თავარი თამაშია და მოდი მიეცი რა, სათამაშო გაიქცეს, გამოიქცეს, ირბინოს, იხტუნავოს იმ ჯგუფში და იჯდეს აი ესე არახელებ დაწყობილი, ჯუმად მოწესრიგებულად როგორც ანუ მიაჩნიათ რომ უნდა იჯდეს ბავშვი, ესეთი ტიპის მაგალითები თვალხილულს ხდის აი იმ პრობლემებს, რაც შეიძლება ვთქვათ აი ერთი დანახვით არაფერი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ მე მრჩება შთაბეჭდილება, ეხლა ჩემი შვილი ბაღში რო დამყავდა, იმის მერე 20 წელი გავიდა. მაგრამ მაინც სულ მრჩება შთაბეჭდილება, რომ როგორც ბევრ სხვა სფეროში, აქაც მაინც რაღაცა ის საბჭოური დაგვრჩა და ვერ გამოვედით, რომ ბავშვი უნდა იქცეოდეს ასე და არა ასე.
რომ აღმზრდელი უნდა იყოს არა მეგობარი, არამედ უფროსი, რომელიც აი რაღაცა ეტყვის რომ ხელები დაიწყეს ზურგს უკან თუ მაგიდაზე ასე უნდა ანუ რაც ჩვენ გადაგხვდენია ჩვენს ბავშვობაში და ტრამვებადაც კი დაგვრჩენია, სულ მგონია რომ ეს პრობლემა მაინც დღეს 21 საუკუნის საქართველოში მაინც დგას. მეჩვენება თუ ასეა? არა, ნამდვილად დგას, აქაც რა თქმა უნდა, განსხვავებები და კარგი კეთილი გამონაკლისები, მე ამას სიკეთეს ვეძახ, იმიტომ რომ არ წარმომიდგენია, რომ 4 წლის ბავშვს უთხრა, რომ ჭამის დროს იყოს ჩუმად, იმიტომ რომ 4 წლის ბავშვს ჭამის დროს რომ იყოს ჩუმად, ამისთვის სჭირდება, არ ვიცი, ძალიან დიდი რესურსების მობილიზება, იმიტომ რომ ეს არ არის მისი ნაწილი და არც უნდა იყოს, იმიტომ რომ მას უნდა რომ ელაპარაკოს, მას უნდა რომ საჭმელი აქციოს სათამაშოდ, გამოიკვლიოს, ასე ვთქვათ, რაღაცაში შეურიოს, თავის თანატოლს მიაწოდოს, გამოართვოს, იმისას უკბიჩოს და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. საბჭოური მიდგომის, ასე ვთქვათ, გადაგდება და ამის თავიდან აცილება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს რაღაცა ღირებულებები, ხო, ადამიანებში გამჯდარია, თუნდაც იგივე აღზრდის სტილი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ, ასე ვთქვათ, სამეცნიერო ენაზე ხის აღზრდის მეთოდს და ეს ყველაფერი ზის აღმზრდელებში ჩანს, ინტეგრირებულია, გამოიკვეთება, თუმცა მეორე მხარე არის ის, რომ აი ყოველთვის ამაზე ამბობენ ხოლმე, რომ აი ასაკით უფროსი აღმზრდელები, ვთქვათ, შედარებით უფრო მეტად იყენებენ, ასე ვთქვათ, საბჭოთა მეთოდებს. მინდა გითხრათ, რომ ასე ვთქვათ, ნეგატიურ მაგალითებში არ ვასახელებ, ხოლმე პოზიტიურ მაგალითებში შემიძლია დავასახელო. მინდა გითხრათ, რომ მაგალითად თიანეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების მეთოდისტი საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი გამოცდილება აქვს მას საბავშვო ბაღში მუშაობის, ალბათ შეიძლება ითქვას 40-45 წლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი აღზრდის მეთოდები აბსოლუტურად თანხვედრაშია, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე იმ თანამედროვე პრინციპებთან, რომელიც ბავშვს აძლევს თავისუფლებას და აძლევს სიყვარულს. ალბათ შინაგანი თავისუფლების ამბავიცაა ადამიანის და ესეც ბევრს განსაზღვრავს, როგორ უდგები შემდეგ ბავშვს, ხარ დესპოტი თუ ხარ მეგობარი. აი დესპოტობა პირდაპირ კავშირშია სიყვარულის ნაკლებობასთან. აი, როდესაც ამბობენ ხოლმე, რომ აი მე მიყვარს ბავშვი, მაგალითად მქონია ესეთი შეხვედრები, ვთქვათ, სამუშაო შეხვედრა და უთქვამს აღმზრდელს ან მეთოდიც, რომ მე ბავშვები მიყვარს და ყოველთვის ვეუბნებით, რომ იცით რა არის, არ არის საკმარისი სიყვარული, იმიტომ რომ ეს სიყვარული შეიძლება გიყვარდეს ადამიანს ყავა, ძალიან ბევრი რაღაცა, მაგრამ ბავშვს სიყვარულთან ერთად სჭირდება კვალიფიკაცია, იმიტომ რომ ეს სარიელი სიყვარული არაფრის მომტანი არ არის, იმიტომ რომ ეს კვალიფიკაცია არის მთავარი და გადამწყვეტი ბავშვის განვითარებისთვის და ეს შრომა, რომელსაც აღმზრდელი აი თანაბარ კარგ პირობებში უნდა დებდეს, როგორც უნდა იყოს, თქვათ, პროცესის საგანმანათლებლო პროცესი მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, ძალიან დიდ მზაობას, ძალიან კარგად უნდა იყოს თვითონ აღმზრდელი, გულისხმობ იმას, რომ აი ეს რაღაცა ყოველდღიური ყოფითი პრობლემები, რომლებიც ადამიანებს ასე მოქმედებს. ძალიან მძიმედ არ უნდა ჰქონდეს, ასე ვთქვათ, ყოველდღურ ცხოვრებაში გულისხმობ ფინანსური პრობლემა იქნება ეს ჯანმრთელობასთან მიბმული, მერე ეს ფინანსური ეს ყველაფერი აისახება პროცესზე და მე უკვე ძალიან ჭირს იმის უზრუნველყოფა, რომ აი საბავშვო ბაღის სივრცეში გვაქვს უსაფრთხო გარემო, რომელიც ასე ვთქვათ ორიენტირებულია ბავშვის განვითარებაზე და რაც მთავარია ამ განვითარებასთან ერთად ეს ამ გარემოში არის რაღაცა სიყვარული იგრძნობა თავისუფლება. აია, შენ ახსენე თავდაპირველი პოლიტიკა. რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს და რა ხარვეზებს ხედავ ამ პოლიტიკაში? არ ვიცი, შეიძლება პოლიტიკა ძალიანაც კარგია, მაგრამ მისი შემდეგ პრაქტიკაში, განხორციელებაშია პრობლემები. მე არ ვიცნობ ასე კარგად ამ სფეროს. ამიტომ მაინტერესებს შენგან სახელმწიფოს პოლიტიკა და მისი პრაქტიკაში განხორციელება. რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან, ან რა პრობლემებია პოლიტიკასა თუ განხორციელებაში?
მე მინდა რომ რაღაცნაირად ხა ჩვენი მსმენელისთვის ცოტა ისე თქო ნათელი გავხადო. საბავშვო ბაღებში არსებობს გარკვეული ტიპის სტანდარტები, ნორმალურია, ეს არის კანონი და შესაბამისად უბრალოდ მას ქვია სტანდარტი, სკოლამდელი განათლების სტანდარტები და შემდეგ უკვე, ისე თქო, რადგანაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილება, ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებს მოეწესრიგებინათ ეს ამ სტანდარტებთან შესაბამისი მუშაობა. და იყო დაგეგმილი ავტორიზაციის პროცესი და ეს ავტორიზაციის პროცესი საბოლოო ჯამში წამოვიდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ და დღეს, ასე ვთქვათ, ავტორიზაციის პროცესს კურირებს და განაგებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. რომელიც მე მახსოვს, რომ ბევრი წლის განმავლობაში მუდმივად იდებოდა იმის გამო, რომ აი საბავშვო ბაღები ჯერ ამისთვის მზად არ არიან, რაღაცა ახალი დამტკიცებულია ესა თუ ის სტანდარტი, ამას ჭირდება რაღაცა ბევრ დრო და შემდეგ და ამ დაუსრულებელი მიზეზების გამო დაუსრულებლად ხდებოდა ამ პროცესის გადადება. აი ეხლა რა ხდება? დაიწყო ეს რამდენიმე წელია უკვე. როგორ მიდის ავტორიზაციის პროცესი? ძალიან საინტერესოა რომ წამოიღო ცენტრმა ესეც და არ ხდება მაშინ რა ქვია. მუნიციპალიტეტი ვერ ახორციელებს ამას, მაგრამ როგორ მიდის პროცესი? მე როგორც ადამიანი, რომელსაც რაღაცა თავისი შესაძლებლობები ჰქონდა თავის დროზე, რა თუნდაც ავტორიზაციისთვის თავად ბაღებს მომზადებინა და საბავშვო ბაღის პერსონალი, გულწრფელად რომ გითხრათ, ბაღები არასდროს არ იქნებიან მზად ავტორიზაციისთვის. ყოველ შემთხვევაში რაღაცა თუ რადიკალურად დიდი ცვლილებები არ მოხდა ქვეყანაში და ეს უფრო ჯადოსნური ცვლილება უნდა მოხდეს რამე, იმიტომ რომ ეს პროცესია, იმიტომ რომ მომზადებაც არის გარკვეული ტიპის პროცესი და თუმცა აი ეხლა რატო გადაწყდა დაახლოებით უკვე 2 წელია მიმდინარეობს ეს პროცესი, გადაწყდა იმიტომ რომ რაღაც ძალიან დიდხანს გადავადდა ეს ავტორიზაციის ამბავი. ავტორიზაცია რატო მნიშვნელოვანი? იმიტომ მნიშვნელოვანი რომ ბაღს ჰქონდეს რაღაც გარკვეული ტიპის სტანდარტები და თქვა ის რომ იცით რა არის, აი მე ეს მინიმუმები უნდა დავაკმაყოფილო იმისთვის რომ აი ბავშვმა ბაღში იაროს და რომ იulis არ იყოს დამაზიანებელი და პირიქით იყოს განმავითარებელი, იმიტომ რომ თუ ბაღი ბავშვს აზიანებს ამ შემთხვევაში საერთოდ რაღაცა უნდა დაიხუროს. რა თქმა უნდა. ამიტომ ეს ავტორიზაციის პროცესი რომ დაიწყო ესეთი მსმენელისთვის რომ ნათელი იყოს, მიდის რაღაც კითხვარები, რომელიც არის კარგად ორგანიზებული კითხვარი იმისთვის რომ ბაღმა შეავსოს ეს კითხვარი და საკუთარი თავი თვითონ შეაფასოს. სხედან იქ წესით როგორც უნდა იყოს კანონის მიხედვით, აღმზრდელები, ადმინისტრაცია, მშობლები, ანუ რაღაცა საერთო ჩართულობით უნდა შეავსოს ეს კითხვარი და ფასდება ყველაფერი. ინფრასტრუქტურა, აღმზრდელების კვალიფიკაცია, გარემო როგორია, კურიკულუმები როგორია დოკუმენტები, როგორია საგანმანათლებლო რესურსები ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს ამ პროცესში, რა თქმა უნდა, კვება ჰიგიენის საკითხებს. თუმცა აქ არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ეს კითხარები რო წამოვა, ასე ვთქვათ, ცენტრალურ დონეზე, მე ასე ვთქვათ, მისი ანალიზის შედეგად განისაზღვრა უკვე დღეს მიმდინარე პროცესებს საუბრობ ახლა, რომელი ბაღი უნდა, ასე ვთქვათ, იყოს ის, სადაც პირველად მივა ავტორიზაციის კომისია. და ეს კომისია არის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, ასე ვთქვათ, შედგენილი კომისია, რომელიც მიდის და აფასებს, რომ აი ნამდვილად თვითშეფასების კითხვაში როგორც არის, ისე იყო თუ არა. შესაბამება თუ არა. აქ რა შეეხება ჩვენს დღევანდელ ყოფაში და ცხოვრებაში პრობლემა და რა იკვეთება ჯერჯერობით ამ ეტაპზე. ეს პროცესი თავისთავად ძალიან კარგია. და როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ აი კანონში კარგად წერია და პრაქტიკაში როგორც წესი ესე ხდება ხოლმე შედარებით ამის განხორციელება ყოველ შემთხვევაში ბავშვთა და კეთილდღეობის სფეროში ძირითადად ასეა ხოლმე პრაქტიკაში ამის განხორციელება ვერ ხერხდება ახლა აღმოვაჩინეთ რომ კანონში რომ კარგად წერია ეგ რეალურად არის დამაზიანებელი და რას გულისხმობ მაღალი სტანდარტებია დაწესებული ის რაც ჩვენთვის ჩვენი რეალობისთვის არის აბსოლუტურად შეუძლებელი შესაძლებლად მინიმალური სტანდარტებით თუ არ დავიწყეთ ვერავდივარ ხო? ამ მაღალი სტანდარტების გამო ხდება არც ერთ სერვისში არ აქვს სტანდარტი საერთოდ დადგენილი და აქ დავიწყეთ ყველაზე მაღალი სტანდარტი. რაც რა თქმა უნდა კარგი იქნება ჩვენ რო ვიყოთ ისეთ ქვეყანა სადაც აი ყველა მიმართულებთ რაღაცა ძლიერი მხარეები გვაქვს და გვინდა რომ გავაუმჯობესოთ, მაგრამ რატომ არის ზოგადად გაუმჯობესება? რაღაც პატარ-პატარა პორციებით უნდა მოხდეს ეს გაუმჯობესება. რა თქმა უნდა მიზანი დიდი უნდა გქონდეს რომ რაღაცა ბავშვის კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ, თუმცა პატარ-პატარა პორციებით უნდა იყოს. ახლა ამან რას შეუწყო ხელი?
მაგალითად, ერთ მუნიციპალიტეტში ერთი კონკრეტული ბაღი ელოდება, რომ მოვიდეს ავტორიზაციის კომისია და შეამოწმოს მასთან როგორი სიტუაციაა და თქვათ, რამდენად შეესაბამება კითხვაში არსებული მონაცემები რეალობას. ეხლა როგორ ხდება საქმე? ამ მუნიციპალიტეტის მთელი, ისე თქვათ, საუკეთესო აღმზრდელ პედაგოგი იქ გადმოინიშნება. არ ვიცი როგორ დავარქვა, ეხლა ვიცი რომ ეწყინებათ ჩემს კოლეგებს განათლების სამინისტროში, მაგრამ გარკვეულწილად ეს რაღაც კარუსელი, არჩევნების დროს რო კარუსელია, რაღაცა იცვლება და იმ კონკრეტული კარუსელი დანერგეს. ესეთი, ასე ვთქვათ, პრაქტიკა ინერგება. ამას აქვს ძალიან სერიოზული ცუდი შედეგი აქვს, იმიტომ რომ მე თუ მინდა რომ ეს შედეგი მივიღო ის რომ აკმაყოფილებს, მე მიჩნდება განცდა რომ აი ზუსტად წინასაარჩევნოდ იქნება რაღაცა პირველი განცხადებები განათლების სამინისტროსგან, რომ აი როგორი კარგად აკმაყოფილებს საბავშვო ბაღები თვითმმართველობების არჩევნების გულისხმობ ამ შემთხვევაში საბავშვო ბაღების გარკვეული ნაწილი აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებს. სინამდვილეში ჩვენ რაღაცა სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ თან ამაში ვერ იქნება ერთი კონკრეტული ბაღი, ხო? მთელი ბაღების გაერთიანება მთლიანად მუნიციპალიტეტია ამაზე პასუხისმგებელი და ეს ძალიან სერიოზული ამბავია, რაც ჩვენ ახლა ამბობ. გარდა იმისა, რომ ბავშვის უსაფრთხოებას ეხება და მშობელი აბსოლუტურად მე მაგალითად სულ მქონდა ხოლმე შიში, რომ აი იქ რო არის, რა ვიცი, მე რამე არ ჩამოვარდეს, რაღაცა ნეტა როგორ ექცე. მათ შორის დამოკიდებულებების პრობლემაც მქონდა ხოლმე პედაგოგების. ანუ ეს პრობლემები რეალურად გარდა იმისა, რომ მშობელს ეს შიშები მუდმივად უნდა კონდეს, უბრალოდ დანაშაულია ამისკენ. კი, პროცესი ფაქტობრივად ამგვარად ყალბდება. მე ხა ვერ ვიტყვი რომ ეს ყველგან ხდება, ნამდვილად ამაზე. და რეაგირება არანაირი არ არის. რეაგირებაში იმიტომ რომ სადაც შენ იცი რომ რეაგირებაში თუ იგულისხმება ის რომ ჩვენ მაგალითად გვინდა რომ ესე ვთქვათ ჩვენი წინასწარ განსაზღვრული მიზანია რომ არსებული ბაღების დიდმა ნაწილმა გაიაროს ავტორიზაცია რა თქმა უნდა რეაგირება არ გვექნება. თუ კი ჩვენი წინასწარ განსაზღვრული მიზანი არის ის რომ ჩვენ რეალურად გავიგოთ რა საჭიროებები აქვს ბაღს, მერე დავწეროთ გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ მივაწვდით რესურსებს მუნიციპალიტეტს გულისხმობ ამ შემთხვევაში ჩვენში მუნიციპალიტეტი მიაწვდის ბაღს რესურსებს, ბაღი იმუშავებს, აღმოფხრის, წარადგენს ანგარიშს, აი ეს გავაკეთე, ეს რაც რეალურად უნდა ხდებოდეს, ხო? ახლა მაშინ ამ შემთხვევაში ამ ყველაფრის დანახვა და ასე ვთქვათ, აღქმა რა ტიპის თან გვაქვს საქმე. ამის ეს ვთქვათ გაკეთება პრობლემა არ იქნებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემო კოლეგამ, რომელიც არაჩვეულებრივი პროფესიონალია სკოლამდელი განათლების მიმართულებით, ზუსტად ეს აღნიშნა, რომ აი კითხვარში რა წერია და რეალურად ამ ადამიანებს რა აქვს იმდენად ამ ბაღებისთვის მაღალია ეს სტანდარტი, რომ რეალურად ამის განხორციელება ამ ეტაპზე მაია, როცა შეიქმნა ეს დოკუმენტი და დადგინდა უბრალოდ ეს სტანდარტები, საბავშვო ბაღებმა თავად არ თქვეს, ესენი ხომ უნდა ყოფილიყვნენ რაღაცა პროცესში ჩართული, არა? ეს ხომ ასე არ ხდება, რომ მე სადღაც ნუ კი ხდება ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი ასე ხდება რეალურად, რომ ვიღაცა ის გურუ ზის კაბინეტში და სამი გურუ მოიფიქრებს მთელ ქვეყანაში რა როგორ გაკეთდეს. გავიგე, მაგრამ რაღაცა პროცესში ხომ იყვნენ საბავშვო ბაღები ჩართული. არც ერთმა ბაღმა, არც ერთმა მუნიციპალიტეტმა არ თქვა, რომ ამით დაწყება ჩვენ რეალურად დახურვის წინაშე დაგვაყენებს, იმიტომ რომ ამ სტანდარტებს ვერ დავაკმაყოფილებთ და თუ ვერ ვაკმაყოფილებ, მერე რა ხდება? ვიხურები? დრო მეძლევა გამოსასწორებლად, თუ ვერ ვასწორებ მერე რა. ანუ ეს ხო რაღაცა ჯაჭვის სხვა რგოლია, რომელიც აწყობილი უნდა იყოს. მაგდა, მე ხა მინდა რომ მაგალითი მოვიყვანე ამის საპასუხოდ. მაგალითად, თუ ჩვენ თავარი ესე ვთქვათ აქილევსის ქუსლი ამ სფეროში რატომაც ხა კითხვით ნამდვილად კითხეს თან მით უფრო იმ ავტორიზაციაზე პასუხისმგებელმა ცენტრალურ დონეზე პირებმა რომლებიც მუშაობენ ამ თემაზე დიდი სურვილი ჰქონდათ რომ საბავშვო ბაღების მონაწილეობა ყოფილიყო ამ პროცესში და კითხვით ნამდვილად იკითხეს. იქიდანაც იყო პასუხები, უბრალოდ აქ არის პროცესი ასე. მთავარი პრობლემა ზოგადად ეს არის მუნიციპალურ დონეზე ის შიშები, იმიტომ რომელიც საბავშვო ბაღის პერსონალს აქვს. რეალურად
პოლიტიზირება, რომელზეც მთელი ცხოვრება იყო საუბარი, რომ სკოლებია პოლიტიზირებული. ჩვენ ხანდელი წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც ვნახეთ და გავრცელდა არაერთი ვიდეო, სადაც იყო ესე ვთქვათ, სხვადასხვა ბაღებში ზეწოლა აღმზრდელ პედაგოგებზე, რომ ისინი წასულიყვნენ არჩევნებზე, ან გარკვეული არჩევნებში წასვლა არ იგულისხმებოდა აქტუალურად პირდაპირ. უბრალოდ მე არ მაქვს ფაქტობრივი ინფორმაციები გარდა იმისა, რაც მედიით გავრცელდა და არ მინდა რომ ისე ვთქვათ, ისე ვისაუბრო ფაქტების, კონკრეტული ფაქტების გარშე, თუმცა ეს განწყობები ყოველთვის ჩანს იმ ნაწილში, რომ ბაღი კი არა, გაერთიანებაც კი ძალიან შეჭირვებულია გადაწყვეტილების მიღებაში, ძალიან უჭირთ საკუთარი აზრის გამოხატვა და ამ შემთხვევაში ეს გულისხმობა არა კონკრეტულად მაგალითად X გაერთიანების X ხელმძღვანელის აზრის გამოხატვას, არამედ იმ ბავშვებისთვის რეალურად ხმის ამოღებას, რომ აი ხშირად არის ასეთი პოლიტიკა, რომ აი რაც არის, მოდი ეს იყოს ასე არაუშავს, ასე გავიდეთ რაღაცნაირად, რაღაცა იქნება ფონს. ვიდრე ის, რომ თუნდაც თქვას, რომ იცით რა მეგობრებო, კვლევებით დასტურდება, სახელმწიფო აუდიტის მიერ ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ ბავშვებს დიდ ქალაქებში 1% ბაღის ბიუჯეტის 1%-იც კი არ იხარჯება საგანმანათლებლო რესურსებზე. კი, და მე მახსოვს UNICEF-ის კვლევებიც იყო ამაზე და ანგარიშები, რომ წლების განმავლობაში გადიოდა წლები ისე, რომ რეალურად ვერ ხდებოდა მუნიციპალიტეტის მიერ ამ გაერთიანების მიერ რაღაც შეძენა. ხო, კი. ამ შემთხვევაში ხო ხა ძალიან უჭირთ ხმის ამოღება. აი უჭირთ იმის თქმა, რომ აი ჩემ ბაღში ბავშვს არ უნახავს, აი ყოფილა შემთხვევა ჩავსულ ვართ და დიდად განვითარებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ხა ბავშვი კითხულობსო, როგორია 3D წიგნი. არ უნახავს ბავშვს ჩემს ბაღში ეს 3D წიგნი. და აი ესეთი ტიპის, ასე ვთქვათ, ელემენტარულ საკითხებსაც ვერ იღებენ ხმას და ამიტომ ეს დამოუკიდებლობა გადამწყვეტი ფაქტორია, რის გამოც აი თუნდაც მიხვიდა და უთხრა, რომ ანონიმურად გესაუბრებით, მეგობრებო და თქვენი ინფორმაცია ან ანონიმური კითხვარი შეავსე, აი ანონიმური კითხვარი შევსების დროსაც კი უჭირთ ძალიან გულწრფელობა. იმიტომ კი არა, რომ ის მათშია რაღაცა პრობლემა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მათშიც არის პრობლემა, ახლა მაგას ვერ ვიტყვით. თუმცა სისტემა ასეთი იქმნის ამას. თუმცა რა თქმა უნდა, ყველას ევალება, როცა იცი, რომ შენს ბაღში მყოფ ბავშვს რაღაცა სერიოზული ისინი აქვს შეზღუდვებია, თუნდაც რესურსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, უნდა აიმაღლო ხმა ამერე რა, რომ რაღაცა ეს შენი ზუსტადაც პირდაპირ პასუხისმგებლობაა, ჩემი აზრით. რეალურად როგორც რა მდგომარეობაშიც არის თავად ადგილობრივი თვითმმართველობა, ზუსტად იმავე სიტუაციაში არის საბავშვო ბაღები და მისი ადმინისტრაციებიც და ის გაერთიანებებიც, რომ მუნიციპალური გაერთიანებებია, ხო? ერთია რომ მათი ნაწილი ხელისუფლების ნაწილად მოიაზრებს საკუთარ თავს, იმიტომ რომ არა პარტია, მოდი პირდაპირ ვთქვათ, შესაძლოა ვერ გამხდარიყო ვერც ამ გაერთიანების დირექტორი, ვერც ბაღის დირექტორი და ამ შემდეგ. ეს ერთია და მეორე ხო ეს შიში რომ მე რო ხმა მოვიღო, ამის გამო შეიძლება სამსახური დავკარგო, დავისაჯო, მინიმუმ საყვედური გამომეცხადოს და ამ შემდეგ და ეს ფინანსური რესურსებიც, რაც მუნიციპალიტეტის პრობლემაა მთლიანად, ხო? იმიტომ რომ დღემდე მთლიანად ცენტრს მიბმული ადგილობრივი თვითმმართველობა მთელი თავის ფინანსური რესურსებით, ეს რა თქმა უნდა სერვისებზე სერიოზულ ყველაზე მთავარი ისაც მთელი ამდენი წლებია ვითხოვთ, ხო, ფისკალურ დეცენტრალიზაციას, სწორედ ის არის, რომ სერვისების ხარისხი უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ მეტი ფული ნიშნავს მეტ უკეთეს ხარისხიან სერვის ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და მოსახლეობისთვის მიწოდდება. ტენდერში არ გაქრა ეს ტენდერის პროცესში ეს ფული არ გაქრა და არა. ხო, რა თქმა უნდა. მაია კიდევ ერთი თემა, რაც ძალიან მაინტერესებს, კი არა და სულ არის ხოლმე, არის განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლები. სადაც მოსახლეობა უფრო და უფრო მცირდება, საბავშვო ბაღები იხურება, ახლა მაგალითად რაჭაში მაქვს მე სოფელი და მთელ სოფელში არის ერთადერთი საბავშვო ბაღის სასაკის ბავშვი, რომელიც დადის ონში საბავშვო ბაღში. და მთელ ხეობაში ერთი ბაღი აღარ არის, ხო? და სულ მისტირიან, რომ აი აქ იყო
ასეთი დიდი ბაღი, აქ იყო სკოლა და ამავდროულად, მაგრამ მაშინ მოსახლეობაც იყო. მე ხშირად გამიგია, რომ აი ბაღი თუ იქნება, ბავშვებიც გაჩნდებიან, ასე არ ხდება, ხო, რეალურად. თუმცა ასეც არ შეიძლება, რომ თუ ხეობაში მაგალითად 5 ბავშვია, ანუ 5-6 სოფელში, თემში, მოდი ასე ვთქვათ, 5-6 ბავშვიც არის, მას არ უნდა უწევდეს კილომეტრების გავლა იმისთვის, რომ საბავშვო ბაღში მივიდეს და ეს სერვისი მიიღოს. რას ხედავ გამოსავალს? მე მესმის, რომ აქ შეიძლება სრულფასოვანმა საბავშვო ბაღმა ვერ იფუნქციონირდეს. მეორე მხრივ ეს ჩემთვის რაღაცა სოციალურ საკითხთანაც ასოცირდება განსაკუთრებით სოფლებში და განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, იმიტომ რომ ხშირად საბავშვო ბაღი მშობლებისთვის შვილების გამოკვების ადგილია და ეს არის შემაძრწუნებელი ამბავი, მაგრამ რეალობა ეს გვაქვს. რა გამოსავალს ხედავ და თუ ფიქრობს სახელმწიფო ამ მხრივ რაიმეს და თუ დგამს რაიმე ნაბიჯებს? ნამდვილად იდეალური მაგალითია, რაჭის მაგალითია ამისთვის, იმიტომ რომ გამოსავალი ასე დაწერილი გამოსავალი, სადღაც რაღაცა რეცეპტი ან საერთო კოლექტიური გამოსავალი არ არსებობს და ეს კოლექტივიზმს ვეწინააღმდეგებით ხო, ბოლო დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოში რაღაცა კოლექტიური გამოსავალები გქონდეს, მაგრამ მთავარი ეს ის შემთხვევა, როცა სწორედ ესე ერთიანად უნდა რაჭის გამოსავალი, მაგალითად როგორც აქვს მოძებნილი რა სხვადასხვა მუნიციპალიტეტ, სხვადასხვა სოფელშია ბავშვი და სხვადასხვა მასშია ვთქვათ მუნიციპალიტეტში და იქიდან მუნიციპალიტეტში კარ სოფელში და აქედან ხდება ბავშვების ასე ვთქვათ ერთად თავმოყრა. ეს ალბათ არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი. პრობლემური ნაკლებად მგონია დღეს მდგომარეობით რაჭა უფრო ვიდარდობდა განვიცდი მაღალმთიან აჭარაზე და გამოსავალი რომელსაც ასევე სახელმწიფო ფიქრობს. ახლა დღეს უკვე გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ გეტყვით რას ფიქრობს სახელმწიფო ბოლო რამდენიმე თვეა ნამდვილად, თუმცა ის რომ აი ინდივიდუალურად მომხდარიყო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სოფელში საბავშვო ბაღის სერვისის მიწოდება, ამაზე ფიქრი ქონდა დაწყებული ნამდვილად სახელმწიფოს, არ ვიცი დღეს რა ხდება, თუმცა რატო კადრები გამოყარეს მაკედანაც? დიახ, დღეს ჩვენი თანამშრომლები არიან ეს ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ და აი დეცენტრალიზაცია ზუსტად მთელი არსი რომ აი თქვათ მაგალითად რა მოდელიც კი ვიტას ქონდა ალტერნატიული საბავშვო ბაღის და ეს არის ძალიან ისეთი მარკეტი მოდელი. კი, მე მახსოვს ამაზე ძალიან დიდი ხანი მუშაობდით და დადიოდით ასე მუნიციპალიტეტებში სოფელ და ცდილობდით აი ამ თემის იმას გააქტიურებას. სადაც განხორციელოთ, აი ზუსტად ამ მოდელის ინტეგრირება უნდათ, ამდენი წლის შემდეგ, თუმცა ვნახეთ, რომ იმ მოდელმა იმუშავა, რომ ბავშვი მიდის, რაიცა პერიოდი დაჰყოფს მუნიციპალურ დონეზე არსებულ ბაღში, სადაც სულაც არ არის საჭირო, რომ მთელი დღე იქ იყოს. ან მაგალითად დივერსიფიცირებული მოდელი, როდესაც საბავშვო ბაღი მიდის ბავშვთან ამ შემთხვევაში, რაცა რადგან აუცილებელია სოციალიზაცია თუ არის თქვა 2-3 ბავშვი მაინც უკვე რაღაცა კარგ შედეგზე გავდოთ. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ვთქვათ ის სახელმწიფო, სადაც ესეთი მდგომარეობაა, რომ იცლება სოფლები. ხა ამაზე რა თქმა უნდა ჩვენი ამ პოდკასტის ფარგლებში ვერ ვისაუბრებთ, ამას რა თავისი დიდი სიღრმისეული მიზეზები აქვს, თუმცა აი ვინც დარჩა იმ ბავშვებისთვის, აი ერთი ბავშვისთვისაც კი ეს სერვისი უნდა იქმნებოდეს. მაღალმთიანებთან ერთად ძალიან პრობლემურია და ამაზე ჩვენც ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ. უმცირესობებით და არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაცია, ვინც აღნიშნა რომ სხვა ორგანიზაციებიც რომლებიც ბავშვთა ცოტა კეთილდღეობის სფეროში მუშაობენ, ხშირად ადვოკატირებენ ამ თემაზე და ძალიან ცნობილია ეს ამბავი, რომ აი პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის სასამართლოს მიმართა იმის გამო, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფდა იმ სოფელში ბავშვისთვის სკოლამდელი განათლების სერვისი, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს პირდაპირ პასუხისმგებლობა, რომ ბავშვს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფომ დააკმაყოფილა ეს და დაევალა მუნიციპალიტეტს ბავშვისთვის სკოლამდელი განათლების სერვისის მიწოდება. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშით, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე თვის წინ, ზუსტი თარიღი არ მახსოვს, არ მინდა მსმენელი შეცდომაში შევიყვანო, დევს სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდზე ეს ანგარიში, ჩანს რომ
სახელმწიფო დაგვპირდა ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ძალიან ბევრი ბაღის მშენებლობას, თუმცა 2024 წლის შედეგებს ასახავს 2025 წელს გამოქვეყნებული ანგარიში, თუმცა სამწუხაროდ 4 ბაღის მშენებლობა მოახდინა ამ ქალაქში. ხო, ნუ ეს ბაღების მშენებლობაც ხო თან როგორ ხდება ცენტრალიზებულად მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს სკოლებსაც, ბაღებსაც 3500-ზე მეტ დასახლებაში უნდა იაროს MGF-მა და აშენოს თურმე ბაღები და სკოლები წარმოუდგენელი ამბავია. ეს კიდე ცალკე პრობლემაა. და რა ვიცი, როდის არ და რაც მთავარია, ნუ რამხელა ბაღი უნდა აშენო, როგორ უნდა აშენო. აქ სანამ ცენტრში მაგას გაერკვევიან, ის ბავშვები იქ გაიზრდებიან, სკოლას დაამთავრებენ და უნივერსიტეტებში ჩააბარებენ, ოჯახებსაც შექმნიან. ეს კიდე ცალკე პრობლემაა. ხოლო შეუძლებელია ბაღები არ ძალიან დიდი თემა და არანაირი ილუზია არ მქონდა, როცა მე შენ გთხოვე რომ მოსულიყავ პოდკასტში, რომ აქ აი ამ პოდკასტში ვილაპარაკებდით ყველაფერს. თუმცა ბოლო თემა რაც აუცილებლად მინდა გკითხო და რაღაცნაირად ამით შევაჯამოთ კიდეც, ბავშვი და საბავშვო ბაღი არ არის ასე განყენებულად აღებული, ხო? ბავშვს ყავს მშობელი, რომელიც უნდა იყოს ჩართული საკუთარი შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის საბავშვო ბაღში. როგორ არის ეს ჩვენთან, რამდენად პრობლემა, იმიტომ ჩვენ მონაწილეობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, რასაც ვეძახით ადგილობრივ თვითმმართველობა, ყველგან პრობლემა გვაქვს და მე არ მაქვს ილუზია, რომ ახლა საბავშვო ბაღის დონეზე იდეალური მდგომარეობა გვაქვს. თუმცა მაშინ უფრო მეტი გეცოდინება და მე ვიცი, რომ ახლა პროექტიც გქონდათ ამაზე, როგორ არიან მშობლები ჩართული საკუთარი ბავშვების აი ამ უკეთესი გარემოს შექმნის საკითხებში. ეს არის ალბათ მართლა ძალიან ვრცელი თემა, უბრალოდ მინდა რომ ძალიან მოკლედ შევეხო. ერთი საკითხი არის ის, რომ როგორ ხედავს თვითონ მშობელი ბაღს, ან ბაღი არის სივრცე, სადაც მიიყვანს დატოვებს ბავშვს და ბავშვს წემსავენ დღის ბოლომდე, თუ არის სივრცე, სადაც მიდის განსავითარებლად. თუ მისი გადმოსახედიდან მშობლისთვის მიდის ბავშვი განსავითარებლად, იქ უკვე უნდა რომ თვითონაც ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. რეალურად ეს სარგებელი მშობლის მონაწილეობას საბავშვო ბაღის ცხოვრებაში სარგებელი არ არის მხოლოდ ბავშვისთვის ან ბაღისთვის. ზოგადად თემის სარგებელია ძალიან ხშირად ეს მონაწილეობა და ჩვენ პროექტში, რომელიც ეხლა მიმდინარე პროექტია UNDP-ის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება კივიტოს გეორგიას მიერ, ჩვენს პროექტში სწორედ აი რამდენიმე მუნიციპალიტეტი გვაქვს შერჩეული, სადაც ვცდილობთ, რომ მშობლების მონაწილეობა ავამაღლოთ საბავშვო ბაღში და ამისთვის არსებობს ძალიან კარგი საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც კონკრეტ განათლების შესახებ საქართველოს კანონით არის განსაზღვრული და ეს არის მშობელთა საკონსულტაციო საბჭოები და საკონსულტაციო საბჭოს მექანიზმის გაძლიერების გზით ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად მშობელთა ჩართულობა გაიზარდოს. მშობელთა ჩართულობაზე ესეთი ძალიან არაჩვეულებრივი მოსაზრება მოვისმინე მასაჰირო კატოს, რომელიც არის იაპონელი ექსპერტი სკოლამდელი განათლების სფეროში და დღეს მუშაობს საქართველოში, იაპონიის განვითარების სააგენტოს ფარგლებში. ძვირფასმა მასაჰირო კატომ აღნიშნა ერთხელ, რომ თუ ბაღი ახერხებს იმას, რომ 2-ზე მეტი მშობელი ჩართოს ჯგუფიდან საბავშვო ბაღის ცხოვრებაში, ის 2-ზე მეტი მშობელი აუცილებლად უზრუნველყოფს იმას, რომ დიდი წილი მშობლების იყვნენ ჩართულები საბავშვო ბაღის ცხოვრებაში და სარგებლიანია როგორც ბავშვის განვითარებისთვის, სარგებლიანია როგორც ასევე ბაღისთვის, თემისთვის და სარგებელში გულისხმობ იმას, რომ აი საერთო ერთობლივი მოქმედება საბოლოო ჯამში ქმნის რაღაცა ძალიან ისე შეკრულ, დახურულ სურათს, რომელიც ბავშვს აძლევს ამ კეთილ დღეობას, რასაც ამდენს ვსაუბრობთ. არ ჭამა ბაღში სახში შეჭ ვერ გააკეთა ის რაღაც არის სიგაკეთე რაც მიზნად ჰქონდა ბაღში სახში გააკეთებს. სახში დაიწყო რაღაცის თამაში, რაღაცის კვლევა აღმოჩენა, მშობელს და ბაღს შორის კავშირი ბაღში გააგრძელებს და აი ეს იმდენად მნიშვნელოვანია ეს რაც მჭიდრო კომუნიკაცია, მჭიდრო კავშირი, კომუნიკაცია, რომელიც გაცდენილია დღეს რაჭამას. იმიტომ რომ რა თქმა უნდა მეც მშობელი ვარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა მიირთვა ჩემმა შვილმა, იმიტომ რომ ესეც აუცილებელი პირობაა ბავშვის განვითარებისთვის, თუმცა არა საკმარისი, ხო? და აი ამას როცა ცდება და უკვე ბაღიც ცდილობს და მშობელიც ცდილობს,
აი ამ შემთხვევაში უკვე მიიღება საუკეთესო შედეგი პრაქტიკაში და საკონსულტაციო საბჭოები არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, საკანონმდებლო ინსტრუმენტი, რომლის გააქტიურებაზეც ჩვენ მუშაობთ აი ამ მცირე პროექტის ფარგლებში და იმედი მაქვს, რომ აი ეს რაღაცა კარგი მაგალითი შეიძლება იყოს სხვა მუნიციპალიტეტებში. არის საინტერესება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მუშაობთ? მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალია დაინტერესება. მოწინავენ ნამდვილად გახლავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც დედებთან ერთად მამებიც არიან ჩართულები. ნუ ყოჩაღგურულები არიან. და მინდა გითხრათ, რომ აი ძალიან მოტივირებულები არიან. აი ერთი სიამოვნება და სიხარულია ამ მშობლებთან შეხვედრა, რომლებიც აი რაღაც სიხარულით მუნიციპალიტეტების მიხედვით ეს ინტერესი განსხვავებულია. მე უბრალოდ ხა კარგი მაგალითის მოყოლა და გაზიარება მინდა და მაგრამ ერთი სიამოვნება, როგორი ჩართულები არიან. არ მხოლოდ მამები, არამედ ბაბუებიც. იმიტომ რომ ესეც ოჯახის ჩართულობა, იმიტომ რომ ხა ბაბუა რო რაღაცა საბავშვო ბაღის ეზოში, პატარა რაღაცას ააშენებს, პატარა სადურგლო იმას ჩაერთვება, იქვებია რაღაცა ყველის ამოყვანას ასწავლის თავისი შვილიშვილის ჯგუფს. ეს პროცესი არის კვლევები, აღმოჩენები, მეცნიერება, ინტერესები, რა ვიცი, წვრილი მოტორიკა, მსხვილი მოტორიკა, რომელთაც ბავშვს საბოლოო ჯამში აი ეს საერთო მზრუნველ სიყვარულის თავზე გარემოში ვითარდება. დიდი მადლობა მაია. მე ვფიქრობ დღეს ამით დავასრულოთ, თუმცა კიდევ გავაგრძელოთ ამ თემებზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეხება ბავშვებს, ეხება მომავალს, მათ უსაფრთხოებას, მათ უზრუნველ ყოფას, მაშინ როცა ჯერ პატარები არიან და ამას ჭირდება ხელშეწყობა, ამას ჭირდება გააზრებული პოლიტიკა. დღეს ამით ვასრულებთ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, იმედია საინტერესო იყო თქვენთვისაც. ჩვენი პოდკასტები ცხადია გაგრძელდება და კიდევ შემოგთავაზებთ სხვა საინტერესო თემებს. გვიყურეთ აუცილებლად.